ათინათის კოლექციაში წარმოდგენილი ეს ნამუშევარი წარმოადგენს ფატალი შახის, ანუ ყაჯართა მეორე მმართველის ფატალი შახისა და მისი მოხელეების, შვილების და დიპლომატიური კორპუსის გამოსახულებას ნავრუზის დღესასწაულზე, ამისი მცირე ვერსიაა ეს იმ დიდი ფრესკული ფერწერის, რომელიც ნეგერისტანის სასახლეში იყო დაცული და რომელიც დღემდე არ არის შემორჩენილი და არის მხოლოდ მცირე ზომის ვარიანტები, ასე რომ კიდევ ერთხელ გილოცავთ. მაღალი ოსტატობით არის ეს ნამუშევარი შესრულებული. ძალიან ზუსტად არის მოდელირებული ფაქტურები, სახეები, მოცულობები. ამავე დროს ის გარკვეულწილად ინარჩუნებს სიბრტყობრიობას და დეკორატიულობას, რაც ახასიათებს ადრეული ყაჯარული პერიოდის ფერწერას. შესანიშნავი პეიზაჟია, მაგალითად, რომელიც შემოდის ირანულ დაზგურ ფერწერაში მე-17 საუკუნიდან და ეს არის ევროპული მხატვრობის გავლენით. ამ შემთხვევაში ეს არის ღია აივანი და საერთოდ ამ ღია აივნის ფონზე არის მთლიანად გაშლილი ეს კომპოზიცია. რა თქმა უნდა, ეს რეგისტრებად არის დაყოფილი, რაც ჩვეულებრივი ამბავია აღმოსავლური ფერწერისთვის და აი მთელი თავისი ბრწყინვალებით არიან წარმოდგენილი. უმეტეს შემთხვევაში ეს გვირგვინოსანი პერსონები არიან უფლისწულები, ფატალი შახს ძალიან ბევრი შთამომავალი ყავდა. ძალიან მიხარია ჯერ გილოცავთ ამ ექსპონატის შეძენაში, ძალიან მნიშვნელოვანი ექსპონატია. მიუხედავად იმისა, რომ მუზეუმს დიდი კოლექცია აქვს, ამ ტიპის ექსპონატი ჩვენ არ აქვს, რომელიც სხვადასხვა კერძო კოლექციებშია, ნაწილი გაიყიდა სოთბის აუქციონზე და ესეც, როგორც ვიცით, ნაყიდია ერთ-ერთ აუქციონზე ბრიტანეთში. მათი შესრულების პერიოდი არის იმ ფრესკის დასრულებიდან, ანუ 1812-13 წლებიდან 34 წლამდე, ანუ ფატალი შახის მმართველობამდე. ყველა ვარიანტში ეს არის ადრეული ყაჯარული პერიოდი, ანუ ყველაზე ბრწყინვალე პერიოდი ყაჯარული ეპოქის, ფატალი შახის ეპოქა, როდესაც იქნებოდა ესეთი მონუმენტური კომპოზიციები, სადაც სამეფო ხელისუფლების განდიდების თემები იყო ხოლმე წარმოდგენილი და ხშირად ეს იყო დიპლომატიურ კორპუსებთან საერთაშორისო კონტექსტში წარმოდგენილი. ასე რომ გილოცავთ კიდევ ერთხელ ამ შენაძენს. ბევრი არ არის ნამდვილად, სულ 2-3 არის თანადროული და ამ თვალსაზრისით უნიკალურია ეს ნამუშევარი და ჩვენთვის ძალიან საინტერესო არის ეს ნამუშევარი განსაკუთრებით იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, კონკრეტულად შალვა ამიანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კოლექციაა დაცული ყაჯარული დაზგური ფერწერის, გარდა დაზგური ფერწერის და ბევრი სხვა რამეც არის, მაგრამ აი დაზგური ფერწერა არის ერთ-ერთი უდიდესი და უმნიშვნელოვანესი, მათ შორის აი ფატალი შახის პერიოდის, რაც ყველაზე ფასეულია და ძალიან მიხარია, რომ კერძო კოლექციაშიც, აი კერძო მფლობელობაში გაჩნდა ესეთი საინტერესო ნამუშევარი. ნუ რა არის ყაჯარული ფერწერა, რა ფენომენია, ხო? საერთოდ ამ ფენომენზე საუბარი ძალიან გვიან დაიწყო, იმიტომ რომ საერთოდ ისლამური ხელოვნების კვლევის დაბადება მე-20 საუკუნის 20-იან 30-იან წლებს უკავშირდება, როდესაც პირველი დიდი გამოფენები იმართება მსოფლიოში და საერთოდ გვიანდელი ფენომენია ეს ისლამის თადი, რასაც ქვია. რაც შეეხება ყაჯარულ ფერწერას, საერთოდ არ განიხილავდნენ ძალიან დიდი ნაწილი მეცნიერების თვლიდა, რომ ეს არ არის საერთოდ ისლამისგან დაცლილი და ნამდვილად ესია, ეს არის ნამდვილად საერო ხელოვნება და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პირველი მეცნიერი, რომელმაც მხატვრული მნიშვნელობა წარმოაჩინა ყაჯარული ფერწერის გახლდათ აკადემიკოს შალვა ამირანაშვილი, რომელმაც 1940 წელს გამოცა დიდი მონოგრაფია და ასევე მიუძღვნა მინიატურასაც მეორე ნაშრომი, რომელსაც ზოგადად სახელი ჰქვია სპარსული ფერწერა და შემდგომ უკვე დასავლელმა მეცნიერებმა ბასილ რობინსონმა და ასე შემდეგ დანარჩენებმა დაიწყეს ამის კვლევა. დღესდღეობით ყველაზე ესე დიდი გამოფენები პირველად გაიმართა მე-20 საუკუნის 70-იან წლებში ამერიკაში, ბრუკლინის მუზეუმში და ლონდონში, სოას გალერეაში, ანუ აზიისა და აფრიკის სკოლის სამხატვრო გალერეაში ძალიან ცნობილი კურატორები ხელმძღვანელობდნენ ამ გამოფენებს, რითი მოხიბლა, თქვათ, ყაჯარულმა ფერწერამ ევროპელი და ამერიკელი დამთვალიერებელი. ეს არის საოცარი ნაზავი აღმოსავლური დეკორატიულობისა, რაფინილურობისა და მონუმენტალობისა და დასავლურ ევროპული გარკვეული მხატვრული ხერხებისა, რომლებიც ირანულ
გერმანულ ფერწერაში, სპარსულ ფერწერაში ჯერ კიდევ მე-17 საუკუნიდან ჩნდება პირველი დაზგური ფერწერის ნიმუშები. ამ ნამუშევრების მიხედვით, რომელშიც თვითონ მმართველი არის წარმოდგენილი როგორც დიდებული, ძლევამოსილი, დიდი სახელმწიფოების დიპლომატები არიან წარმოდგენილი მის კარზე, სინამდვილეში პოლიტიკურად მან ბევრი ომი აწარმოა და თითქმის ყველაფერი დაკარგა და ეს არის ზუსტად დიდი თამაშის ეპოქა, როდესაც ბრიტანეთი, საფრანგეთი და რუსეთის იმპერია ინაწილებენ ამ ტერიტორიებს, მაგრამ ფერწერაში ეს სრულიად სხვა სახით შემოდის. საქართველოს ეროვნული გალერეა, რომელიც დიმიტრი შევარდნაძის დროს დაარსდა 1920 წელს, ანუ დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში, თამამად შემილია დღეს უკვე ამის თქმა. პირველი გალერეა, სადაც ყაჯარული ფერწერა იყო წარმოდგენილი ქართულ, ევროპულ და რუსულ ფერწერასთან ერთად. ანუ ფართო კონტექსტში იყო წარმოდგენილი მოსავლური ფერწერა. ამის შესახებ გვაქვს ჩანაწერები იმდროინდელი, გვაქვს მოგზაურთა ჩანაწერები და ესე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 20-იან წლებში მე-20 საუკუნის შენ გააქვს პირველი გამოფენა ამ ყაჯარული დაზგური ფერწერის.